ხო, ძალიან ამ საჭყვიტინოებმა ძალიან აჭყვიტინა ეს ხალხი ეთყობა. საერთოდ მე ყველაზე უარეს ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არა მხოლოდ ტირანია, კლინიკური შემთხვევა, ცოტა სამედიცინო შემთხვევასთან გვაქვს საქმე და მით უმეტეს საშიშ მოვლენასთან ეს უარ არის. კი ვხუმრობთ, მაგრამ მე არ მგონია რომ სახუმაროდ გქონდეს საქმე, მაგალითად გუშინ ფაქტიურად ხუმრობდით რომ დააკავეს არც მეტი არც ნაკლები მიწისქვეშა გადასასვლელები დაბლოკეს, ხო? ანუ ფაქტიურად ეს ლიტერატურული კუსტურიცას ფილმები გამახსენდა, ცოტა იქისკენ წავედი ხელოვნებისკენ. ხო, ამაზე დაწერენ აუცილებლად ბავშვები და გადაიღებენ. მაგრამ როდესაც ჩვენი მეგობრები, როდესაც 71 წლის ადამიანი, როდესაც უნივერსიტეტის პროფესორები, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები, როდესაც მეორედ, მესამედ აპატიმრებენ აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით, როდესაც პირდაპირ ტროტუარიდან გაიტაცეს, მაგალითად ჩვენი მეგობარი გია ჯვარშეიშვილი, მეორედ შეაბრუნეს ბაჩო კუცია გაგრელი ბიჭი უსაყვარლესი ტოლვილი დევნილი საკუთარ სამშობლოში, ვისთან ერთადაც მცხეთის იზოლატორში ვიყავით მე და კონსტანტინე მიქაია. ეს ნიშნავს, რომ არა მარტო ცუდი რეჟიმი ყველა ცუდია, ხო? ეს დიქტატურასთან აქვს საქმე, ამაზე უკვე არავინ აღარ დაობს. მე ყველაზე ცუდს ვფიქრობ, რომ ცოტა კლინიკური ამბავი გვაქვს. აი იყვნენ ესეთი დიქტატორები, იდი ამინი და ბოკასა და ასე შემდეგ და ჩვენ მე მგონი საქმე გვაქვს დაახლოებით ამ რანგის შიზოფრენიასთან. როდესაც ვლაპარაკობთ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილზე. იმიტომ რომ რა შეაწყობს, რას აკეთებს და რატო უნდა ეს მე მაგალითად ლოგიკური ახსნა არ მაქვს. მე არ მაქვს ლოგიკური ახსნა და დავასრულებ, რომ მეგობრებსაც მიცე გამოთქმის საშუალება აზრის თან ეს ხდება არ დაგავიწყდეთ ქრისტიანობის, ღმერთის, ოჯახის ინსტიტუტების სამშობლოს სახელით. მაგალითად სამშობლოს სახელით ირაკლი ფიფია წინა წელს ცემეს და როდესაც ადამიანს აწამებდნენ და ცემდნენ ლოცვა დაიწყო, არ ვიცი და ორჯერ უარესად ცემდნენ, ალბათ უგიშველის ეგ ლოცვა, ამის ლოგიკური ახსნა არ არსებობს. ამათი საქციელების ლოგიკური ახსნა არ არსებობს. გარდა ერთისა, რომ ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა, მე მგონი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაში ჩვენ ვართ ახლა ყველაზე მძიმე სიტუაციაში და ეს რეჟიმი ჩვენ თავიდან არ მოვიშორეთ, ჩვენ გველოდება ძალიან ცუდი პერსპექტივა. ბელორუსზე უარესი, ჯერდი ბელორუსს ჩვენ გავუსარეთ უკვე როგორც მე ვიცი, პოლიტპატიმრების რაოდენობით. არ ვიცი ამათ რა შეაწყობთ, მე ვიცი რომ ამ რეჟიმის შენარჩუნება კი არა, ეს რეჟიმი თუ ესე გაგრძელდა, ეს არის არ გვაწყობს დარბილი სიტყვა, ეს იქნება დამღუპველი ქართველი სახელმწიფოებისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.